საქართველოს მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლების გაზიფიცირების პროცესს. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით თიანეთში, სოფელ მაგრანეთში, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის საფუძველზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს. მნიშვნელოვანია, რომ მას შემდგომ, რაც დასრულდება აღნიშნული სამუშაოები, მაგრანეთის მაცხოვრებლებს დაახლოებით 1000 ოჯახზე მეც ექნება ბუნებრივ აირთან წვდომის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ადგილობრივ მაცხოვრებელს არ ჰქონდათ ბუნებრივი აირთან წვდომა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას შემდგომ, რაც დასრულდება არსებული პროექტი, ადგილობრივ მაცხოვრებლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სწორედ თავად უზრუნველყონდეთ ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიცირება. გრძელდება ქვეყნის გაზიფიცირების პროცესი, რომელსაც მთავრობის განკარგულების საფუძველზე ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. ამჟამად თიანეთის მუნიციპალიტეტში 12 სოფლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც 88,000 მეტრზე მეტი გასადენი მოეწყობა და 1100 მოსახლეზე მეც მიეწემა ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება. აგრეთვე თიანეთის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში მიმდინარეობს გაზიფიცირების საჭირო საპროექტო სამუშაოები. ძალიან რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება ზამთრის პერიოდში. აქ მთიანი რეგიონია და შეშის შეძენა ძალიან გვიჭირს. მოტანაც რთულია, ვარ პენსიონერი და ყველანაირად რთულია ჩემთვის. ამიტომ მადლობას მოუხდი საქართველოს მთავრობას, რომ გვაღირსა ეს გაზი და ჩვენამდე მოვიდა. მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის.